ჩვენ ვთქვით, რომ აი ამ საკითხს აქვს ტენდენციის ხასიათი უკვე, რომ ეს არის მიზანმიმართული ღია რეპრესიები საჯარო მოხელებისთვის. რა საფუძველი აქვს, რომ განვუმარტოთ ჩვენს აუდიტორიას აი ამ განაცხადს, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევები და შემთხვევითი დამთხვევა, როდესაც სამსახურებიდან უშვებენ მოქალაქეებს, არამედ ეს არის სპეციალურად პოლიტიკური ნიშნით შერჩეული ხალხი, რომელიც ხელისუფლებას უბრალოდ არ მოსწონს იმის გამო, რომ კრიტიკულები არიან. დიახ, საჯარო მოხელეები არიან სახელმწიფოს ხერხემალი. სწორედ მასზე დგას სახელმწიფოს ფუნქციონირება და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად რეჟიმის პირდაპირ განსაკუთრებული სამიზნები არიან საჯარო მოხელეები. ეს საჯარო მოხელეები არიან, რომლებიც წლების მანძილზე ერთგულად ემსახურებოდნენ ხალხს, ქვეყანას, იცავდნენ საჯარო მოხელის ფიცს, იცავდნენ კონსტიტუციას. ეს ის მოხელეები არიან, რომლებიც თქვენც როგორც აღნიშნეთ, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკის მოვალეობებს ასრულებდნენ და წლების მანძილზე საქართველო იყო მოწინავე ევროინტეგრაციის გზაზე. კონსტიტუციას იცავდნენ კონსტიტუციის გაკვეთას ასრულებდნენ. მაგრამ 28 ნოემბერს ამ საჯარო მოხელეებმა რეალურად დაინახეს უკვე გაცხადებული ქართული ოცნების მხრიდან გაცხადებული ევროინტეგრაციის კურსის შეჩერება კი არა, საერთოდ კურსის ცვლილება. და ეს აღმოჩნდა წითელი ხაზი მათთვის. ისინი გამოვიდნენ, ღიად განაცხადეს თავიანთი პროტესტი და რა თქმა უნდა დაუჭირეს მხარი ევროინტეგრაციას და დაიცვეს კონსტიტუცია რეალურად. დღეს მათ სჭიან აი ამ კონსტიტუციის დაცვისთვის. თავდაპირველად იყო მუქარები, ამის შემდეგ იყო რეპრესიები და ეს რეპრესიები არ დამთავრებულა, დღესაც გრძელდება. და დღეს ჩვენ გვყავს რეალურად ასობით პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული. ეს დათვლილია, ეს ემყარება კონკრეტულ ზუსტიციფრის თქმა მე გამიჭირდება, მაგრამ იმ მონაცემებით, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არ არის ათობით შემთხვევა, ეს უკვე ასობით შემთხვევა არის და რეალურად ეს გრძელდება ეგრეთ წოდებული დღეს რეორგანიზაციის სახელით. რეორგანიზაციის საფუძვლები, პოზიციები, აღარ ფორმდება ახალი კონტრაქტები და ასე შემდეგ. საერთოდ არ არის ცნობილი და ბუნდოვანიც არის, მეცაც გეტყვით, მაგალითად მერიაში დღეს რეორგანიზაციის მიხედვით უქმდება კულტურის პროექტების განყოფილებაში ორი პოზიცია და რეალურად რჩება ორი თანამშრომელი. ერთი არის განყოფილების უფროსი და მეორე არის თანამშრომელი. მე თვითონ მერიაში წლების მანძილზე მუშაობდი და ზუსტად ამ საქალაქო სამსახურში მუშაობდი. მეც და ვიცი რამდენი საქმე ჰქონდათ კულტურის პროექტების განყოფილებას და დღეს აღმოჩნდა ის, რომ თურმე ორი შტატი საკმარისი არის ამ პროექტების შეიკვეცა რამდენით? ორიც შეიკვეცა და რეალურად დარჩა ორი, ერთი განყოფილების უფროსი და ერთი წამყვანი სპეციალისტი. ორივე ნდობით აღჭურვილი. დიახ, და რატო გააკეთეს ის? იმიტომ რომ დანარჩენი ორი თანამშრომელი იყვნენ ხელმომწერები ზუსტად აი ამ განცხადების და განცხადების შინაარსი რო ნახოთ. ერთადერთი, რასაც ისინი ითხოვენ, კონსტიტუციის 78 მუხლის შესრულებას. ქალბატონო, აი, რაც მნიშვნელოვანია, თქვენ ხაზი გაუსვით, რომ ეს მოხდა 28 ნოემბრის შემდეგ. ეს ის დღეა, როდესაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველო 2028 წლამდე აღარ განიხილავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. და მე მან 1000-ჯერ გადათქვეს, რომ თითქოს ვიღაცამ დააბრალა, თითქოს ასე არ უთქვამს და ისე თქვა, მაგრამ ეს არსებობს ჩანაწერი ფორმით და ეს არავის მოუგონია ეს მისი განაცხადი, ეს ივანიშვილის რეჟიმის გადაწყვეტილება იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ მომხდარა. იგივე ძალიან მსხვილი პრობლემის გამოკვეთის მომენტში ქვეყანაში იგივე არჩევნების გაყალბების თემას რაც ეხება, ხომ? საჯარო მოხელეებმა აქ ისე არ გამოავლინეს თავისი აქტივობა. ანუ მათთვის მართლაც და წითელი ხაზი აღმოჩნდა ის მათი ვალდებულება, რომელიც ქვეყნის წინაშე როგორც საჯარო მოხელეებს ჰქონდათ, ხომ? ევროკავშირის კურსის ცვლილება. აი როგორ ფიქრობთ თქვენ მაინც? აი ეს ლაკმუსის ქაღალდი, რომელიც ხო საბოლოოდ აღმოჩნდა ესეთი რაღაცნაირად გაამკვეთრა ფერები საჯარო მოხელეებისთვის. როგორ მოხდა, რომ მანამდე სადღაც ვერ იპოვეს თუნდაც საჯარო მოხელეებმა? არ იყო ეს პირველი შემთხვევა ევროკავშირის კურსიდან გადახვევის. ბევრი სხვადასხვა ფაქტი
იყო, მაგრამ აქამდე რეალური განცხადება გაკეთებული. განცხადება აღმოჩნდა თავად და არა ქმედებები, ანუ მათ სჯეროდათ, როგორ ფიქრობთ? თქვენც დიდხანს მუშაობდით ამ ოქტომბრამდე მუშაობდი, ჩემთვის უკვე ცხადი იყო. დიდი ხანი რომ ჩვენ ევროინტეგრაციის გზიდან გადავუხვიეთ რუსული კანონის შემოტანა იყო, არ ვიცი, ამაზე მეტი თუნდაც რასაც თქვენ ამბობთ ლაკმუსის ქაღალდი, ჩემთვის არ ყოფილა, მაგრამ აი ესეთი რეალური განცხადება, ასეთი ღია დეკლარირება აქამდე არ ყოფილა და როგორც კი მოხდა ქართული ოცნების მხრიდან აი ეს ღია დეკლარირება და ზუსტად კონსტიტუციის დარღვევა 78 ბუხლის დარღვევა, რომელიც გვეუბნება, რომ ყველა ინსტიტუტი უნდა იყოს ჩართული ევროინტეგრაციის და ნატოში გაწევრიანებისთვის უნდა მუშაობდეს, აი ეს იყო ზუსტად წითელი გამყოფი ხაზი და რეალური განცხადება, ანუ უпростоრედ ეს არ იყო უკვე შეფარული, ეს არ იყო ძალიან ცხადი იყო უკვე ამ განცხადების შემდეგ, რომ ირღვეოდა კონსტიტუცია და თუ კი მანამდე ასეთ შეგვიძლია თქვა ვინმე მაინც იმედს იტოვებდა ან თავს იტყუებდა შეიძლება ხომ რაღაცა ბოლო იმედებს ებღაუჭებოდა რომ მუშაობდა სივრცეში რომლითაც ემსახურებოდა მაგალითად იმ არა და რეალურად ზუსტად პრინციპებს რომელიც წერია ხო რომ ეს საჯარო მოხელეები რეალურად სწორედ მათ მხრებზე დგას ეს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ჩვენ ნამდვილად მივდიოდით ამ მეტნაკლებად მივდიოდით ამ გაცხადებულ კურსზე, მაგრამ აი 28 ნოემბრის გაცხადების მერე ეს უკვე აბსოლუტურად შეიცვალა. შემოვყვანოთ ჩვენს დისკუსიაში გიგა ლემონჯავა და მასთან მექნება ასეთი შეკითხვა იმ თანამშრომლებს, რომელთაც საღამშვიდობისა გიგა, იმ თანამშრომლებს, რომელთაც ათავისუფლებენ, რომელთაც შეუქმნეს ისეთი დამატებითი საკანონმდებლო სიტუაცია, რაც ძალიან უადვილებს რეჟიმს, რომ დაითხოვოს სამსახურიდან, ამ პირობებში როგორ უნდა დაიცვან მათ შორის პოლიტიკურმა გაერთიანებებმა ეს ხალხი, რა ალტერნატივა არსებობს მათთვის, რომლის მიხედვითაც თუ კი გაათავისუფლებენ სამსახურიდან, მათ როგორ იცავენ და გათავისუფლებამდე როგორ იცავენ? მოგესალმებით ვახო მიესალმები მაყურებელს, მადლობა ამ თემით დაინტერესებისთვის და იმისთვის, რომ გვაქვს შესაძლებლობა დიდ აუდიტორიას ვესაუბროთ ამ საკითხზე. საჯარო მოხელეების თემა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც არის მნიშვნელოვანი თავისუფალი მედიის საკითხი, პოლიტიკური თავისუფლებების საკითხი, სამოქალაქო ორგანიზაციების დამოუკიდებლობის და ზოგადად ფუნქციონირების საკითხი. აი ზუსტად ესეთი ახალი სეგმენტი მასშტაბით გაჩნდა ამ ქვეყანაში, რომელიც არის სამიზნე რუსული ხელისუფლების, ესენი არიან საჯარო მოხელეები და მათ სინამდვილეში ედავებიან ერთადერთ რამეს, რომ თავისუფალი მოქალაქიდან უნდათ რომ გარდაქმნან მორჩილ მოქალაქეთ. ანუ ზუსტად ესეთივე სეგმენტია და ეს სხვათა შორის არ დაწყებულა 26 ოქტომბრის მერე, იქამდეც რა თქმა უნდა იყო რეპრესიები საჯარო სექტორში, მაგრამ 26-ის მერე უფრო განსხვავებული დიდი მასშტაბი შეიძინა. ეხლა თქვენ კითხვაზე რა უნდა გაკეთდეს? ამ შეკითხვას მიემართება ზუსტად ის ხედვა, რომელიც ჩვენ დღეს წარვადგინეთ ფართო აუდიტორიის წინაშე, ეს არის 4 კომპონენტიანი ხედვა, საიდანაც 2 გულისხმობს რა უნდა გავაკეთოთ ეხლა მყისიერად რუსული რეჟიმის პირობებშიც კი რომ დავიცვათ ეს ადამიანები და მეორე რა უნდა გაკეთდეს რუსული რეჟიმის ცვლილების შემდეგ. დავიწყოთ პირველით. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეს არის დასაქმებაში ხელშეწყობა, იმიტომ რომ საჯარო მოხელეები არიან ადამიანები, რომლებიც ერთი მხრივ არიან საკმაოდ კომპეტენტური, კვალიფიციური კადრები, მაგრამ მეორე მხრივ მათ აქვთ, არ ვიცი 5, 10, 15, 20 წლის სტაჟი საჯარო სამსახურში და მას მერე რაც მათ ათავისუფლებენ, ეს მათთვის არის უდიდესი წნეხი ბუნებრივია, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფინანსური. ეს ადამიანები რჩებიან პრაქტიკულად ბედის ანაბარა. ძალიან მნიშვნელოვანია მათი დასაქმება და დასაქმების არსებობს 2 კომპონენტი. ერთი არის ბიზნესი. ბიზნესის მიმართ გზავნილი მდგომარეობს შემდეგში, რომ საქართველოში კერძო სექტორი, ბიზნესი მუდმივად არის დაინტერესებული კვალიფიციური, კომპეტენტური, გამოცდილი კადრებით. ხალხი, რომელსაც ათავისუფლებენ, არიან რეალურად კომპეტენტურები, ბუნებრივია, რომ საჯარო და კერძო სექტორის სპეციფიკა განსხვავდება, მაგრამ შესაბამისი გადამზადების შემთხვევაში, ხშირ შემთხვევაში ესეა, მათ შეუძლიათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ბიზნესების განვითარებაში, მათ მუშაობაში. ამიტომ ჩვენ ძალიან მოტივირებული ვართ, რომ გაკეთდეს ერთიანი ბაზა, მონაცემთა ბაზა, სადაც დაფიქსირებული იქნება კონკრეტული პირი, მისი შესაძლებლობები, კომპეტენცია, გამოცდილება და ამ ინფორმაციის კომუნიკაცია
კომუნიკაცია მოხდება იმ ბიზნესებთან, რომელთათვისაც ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და თავისუფლება მნიშვნელოვანია, მათ ექნებათ ბიზნესებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ კონდეთ ერთიანი ბაზა, sadაც ნახავენ მათ საინტერესო კადრებს. მაგრამ ამ ბიზნესს უკვე ყავს კადრები, დაკომპლექტებულია ის. სხვათა შორის პირველ ბლოკში ვისაუბრეთ იმის შესახებ, რამდენი ადამიანი, რამდენი მოქალაქე ტოვებს საქართველოს და ასე ვთქვათ, ტვინები გაედინება და შრომის უნარიანი მოქალაქეები გაედინებიან ამ ქვეყნიდან, მაგრამ და ეს ევროკავშირის ანგარიშში მოხვდა როგორც უდიდესი პრობლემა ბიზნესისთვის, როგორც დეფიციტი სამუშაო ძალის. ქონდათ თუ არა უკვე კომუნიკაცია და რამდენად რეალურია, რომ დაინტერესდეს ბიზნესი ასე მასობრივად, იმიტომ რომ გათავისუფლება ხდება მასობრივად მოქალაქეების. აი ეს როგორ უნდა განხორციელდეს? მესმის, მაგალითისთვის თავისუფალ ბიზნესების პლატფორმაზე არსებული ბიზნესები არის დაახლოებით 110-113-იანი დასაქმების ბაზარი. 26 ოქტომბრის მერე საჯარო სამსახურებიდან გაათავისუფლეს 1000-ზე ცოტა მეტი ადამიანი სხვადასხვა ფონდის მონაცემებს თუ დავეყრდნობით. ბუნებრივია, რომ ჩვენ ვერ გვექნება ბიზნესისადმი პირდაპირ გზავნილი, რომ ეს ხალხი დაასაქმეთ, ეს არასწორია პოლიტიკური პლატფორმიდან პირდაპირ რო გითხრათ, შეთავაზება მდგომარეობს შემდეგში, რომ ბიზნესი მუდმივად განიცდის კომპეტენტური კვალიფიციური კადრების დეფიციტს, ესეა საქართველოშიც და ყველა სხვა ქვეყანაშიც ბიზნესი არის საქმიანობა, ორგანიზმი, რომელიც ბუნებრივად მუდმივად ეძებს კვალიფიციურ, კომპეტენტურ, მოტივირებულ ადამიანებს. თუ ჩვენ შევქმნით მონაცემთა ბაზას, სადაც ზუსტად დავიტანთ ადამიანების ვინაობას, მათ შესაძლებლობებს, მათი საქმიანობის სფეროს, კომპეტენციას, გამოცდილებას, ეს იქნება ბიზნესისთვის კარგი პლატფორმა, რომ მისთვის საინტერესო კადრები აღმოაჩინონ. მაგრამ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანების სამსახურებრივი საქმიანობის სპეციფიკა არ გავს ერთმანეთს. მაგალითად, ზოგი არის იურისტი, ზოგი არის ფინანსისტი, ზოგი არის მაგალითად კულტურის სფეროდან გათავისუფლებული. არის პროფესიები, რომელთა კერძო სექტორში დასაქმება რეალურად პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ მეორე მიმართულება დასაქმების თვალსაზრისით არის საერთაშორისო ფონდები და ზოგადად ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. მათი გზავნილი მდგომარეობს შემდეგში, რომ ისინი ფულს აღარ მისცემენ ხელისუფლებას, იმიტომ რომ ყველასთვის ეს ხელისუფლება არის საერთაშორისო პარტნიორების გულისხმობ რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან მკაფიო არიან ამ გზავნილში, რომ აღარ აპირებენ, რომ დააფინანსო ფული მისცენ სახელმწიფოს, სამაგიეროდ ისინი ამბობენ, რომ ფულს დახარჯავენ სამოქალაქო სექტორში. კი ბატონო, გიგა, ცოტა დრო გრჩება, საინტერესოა მაგალითად ის, რომ შესაძლებელია თუ არა რაიმე, ასე ვთქვათ, ბუფერის შექმნა, რომ ადამიანი, რომელსაც ათავისუფლებენ იმავე წუთს, იმავე თვეს, ხდება ძალიან დაუცველი ფინანსური თვალსაზრისით. ვიდრე მისი დასაქმება მოხდება, შესაძლებელია თუ არა რაღაც ისეთი ფონდის გაკეთება, მათ შორის ბიზნესის მონაწილეობით, რომ ამ ადამიანებს ამოსუნთქვის შესაძლებლობას და სამსახურის მოძებნის შესაძლებლობას მისცემს. სხვადასხვა ფონდები, რომლებიც უკვე არსებობენ საქართველოში, მაგალითად არის UG's ფონდი, მაგალითად არის ფონდი Prosperity Georgia, რომლებიც რამდენიმე თვიან ეგრეთ წოდებულ კომპენსაციას გადასცემენ ამ ადამიანებს. ეს არის 3-დან 6 თვემდე კომპენსაციები. ბუნებრივია, რომ ეს არ არის საკმარისი, რომ ადამიანმა დაცულად იგრძნოს თავი. ამიტომ არის საჭირო, რომ აეწყოს მენეჯმენტურად ეს ოპერაცია, რომ ადამიანები აი ამ კომპენსაციის მიღების პერიოდში ახერხებდნენ, რომ იპოვონ დასაქმების ადგილი. ვიდრე ნინოს გადავცემთ სიტყვას და ასე ვთქვათ, შევაჯამებთ აი ჩვენს საუბარს. თქვენ მეორე ნაწილზეც გსურდათ საუბარი რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მომავალში ჩვენ ამ პრობლემას არ წავაწყდეთ. ეს პრობლემა სულ იყო საქართველოში, როდესაც პარტიული ინტერესი და სახელმწიფო ინტერესი ვერ იმიჯნებოდა საჯარო სამსახურებში, თუმცა ქართული ოცნების დროს ამან მიაღწია არნახულ მასშტაბებს და ეს გახდა იმდენად დეკლარირებული, რომ მიზნად ისახავს სხვების დაშინებასაც, არა მხოლოდ იმათი, რომელთაც ათავისუფლებენ. რაც შეიძლება მოკლედ პრინციპის დონეზე რო გითხრათ, ეს როგორ უნდა გაკეთდეს? ხელისუფლების ცვლილების მერე უნდა გაკეთდეს ორი რამე ჩვენი აზრით. პირველი ეს არის რეპრესირებული საჯარო მოხელეების აღდგენა და მათთვის იმდენი თვის განაცდულის მიცემა, რამდენიც გავა რეჟიმის ცვლილებამდე და ეს უნდა მოხდეს სასამართლო პროცედურის გარეშე, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს პოლიტიკური აქტი, აი მაგალითად ისეთი როგორიც არის ხოლმე ეკონომიკური ამნისტია სიტყვაზე, ანუ მათი აღდგენა და კომპენსაცია. ეს ერთი და მეორე, ეს არის საჯარო სექტორის სახელმწიფო აპარატის ყოვლისმომცველი რეფორმის შექმნა თვითონ რეპრესირებულ საჯარო მოხელეებთან ერთად, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან მათი სამსახურებრივი სპეციფიკა იმ მომენტში, როდესაც ჩვენ ივან
ივანიშვილს შევცვლით, ეს მომენტი აუცილებლად დადგება ამ ქვეყანას საზოგადოებას, არა რომელიმე კოალიციას ცალკე აღებულს ხელში უნდა ეჭიროს, მაგიდაზე უნდა იდოს ახალი საჯარო სამსახურის ხედვა, რომელსაც დაეფუძნება მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი, მაღალპროფესიული საჯარო სამსახური. და ძალიან დიდი მადლობა. ნინო, გიგა ლემონჯავას უსმენთ ჩვენ. მადლობა გიგას და ნანას მინდა დავუბრუნდე ახლა ქალბატონო ნანა, ჩვენ ახლა კი საუბრობდა გიგა იმაზე, რა უნდა მოხდეს ხელისუფლებების შემდეგ, მაგრამ ჩვენ არ ვიცით იქამდე რა დრო არის დარჩენილი, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია ამ მომენტში საჯარო მოხელეებმა იგრძნონ ისეთი ტიპის მხარდაჭერა, რომელიც მათ შეაძლებინებს პროტესტის გამოხატვას მაინც ისე რომ არ კონდეთ რაღაცნაირად მინიმუმამდე იყოს დაყვანილი საფრთხე მათი სამსახურიდან გამოშვების. ხე ჩვენ ჟურნალისტები ვართ, რეცეპტი ამისი ბუნებრივი არ გვაქვს. თქვენ პოლიტიკურ პარტიებს წესით მეტი ნაფიქრი გაქვთ ამაზე, როგორც დღეს გამოჩნდა, ან იწყებთ ფიქრს ამ საკითხზე. არის თუ არა როგორ ფიქრობთ შესაძლებელი? რაღაც ისეთი მექანიზმის მოფიქრება, რომ არ დაბრკოლდნენ საჯარო მოხელეები მოსაზრების გამოხატვის პროცესში. აი ამდენი მაგალითის ფონზე. და რა უნდა გააკეთონ მათ? აი თქვენ რას გააკეთებდით, რომ არ აღმოჩენილიყავით ნანა მალაშხია, რომელიც ცნობილია საზოგადოებაში, არა მხოლოდ ამ ქვეყანაში, რომ ქვეყნის გარეთაც თავისი ცნობილი კადრებით და თქვენ ყოფილიყავით ახლა პოზიციაში, როდესაც დაფიქრდებოდით, რომ აი ჩემი აზრის გამოხატვის გამო ხომ არ მომექცევიან ისე როგორც მოიქცნენ სხვა დეპარტამენტში. რას გააკეთებდით, თავს როგორ დაიცავდით, რა რჩევა გექნებათ მათთან, როგორც პოლიტიკოსაც, როგორც ამ გამოცდილების მქონესაც? მოდით ვიტყვი ამ გამოცდილების მქონეს, მე ნამდვილად იქნებოდი იქ, სადაც დღეს ეს კეთილსინდისიერი პროფესიონალი საჯარო მოხელეები არიან, ალბათ მეც ვიქნებოდი ერთ-ერთი რეპრესირებული საჯარო მოხელე, ხოლო რაც შეეხება თქვენს ძირითად კითხვას, გიგას მიერ წარმოდგენილი ჩვენი ხედვები მგონი, რომ ზუსტად პასუხობს ამ კითხვას რეალურად და აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვგრძნობთ არა მარტო პასუხისმგებლობას აი ამ რეპრესირებული საჯარო მოხელეების მიმართ და დღევანდელი ჩვენი ხედვა არის სწორედ მათი მხარდაჭერა, მათი გაძლიერება, ასევე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის საბოლოო ხედვა, ჩვენ სურს ღია დისკუსია ამ თემებზე, გახსნილი ვართ ამ დისკუსიისათვის, როგორც პირველ რიგში საჯარო მოხელეების ჩართულობით, ასევე სხვა ჯგუფებთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან მზად ვართ ვისაუბროთ, რომ რაღაც შეჯერებული ერთიანი ხედვა წარვადგინოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ, რომ ყველამ თავისი პირველივე ნიშანზე უფლების შელახვის საჯარო თქვას ამის შესახებ. რაც უფრო მეტი იქნება საჯაროობა, მით მეტია დაცულობა, ეს აუდიტორიას უნდა მივცეთ. მნიშვნელოვანესი არის, რაც როგორც აღნიშნეთ, დაცულობას გმატებს და მეორე ეს არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რა წნეხის ქვეშ არის თითოეული საჯარო მოხელე, მე ვისურვებდი როგორც საჯარო მოხელე, ყოფილი საჯარო მოხელე, მეტი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ. გამოხატა საჯარო მოხელებმა მეტი სოლიდარობა. დიდი მადლობა ნანა მალაშხიას, რომელიც იყო ჩვენ სტუდიაში და მადლობა კოალიცია ცვლილებებისთვის წარმომადგენლებს, ზოგადად რომლებიც პასუხობდნენ ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებულ კითხვებს.